სათვალთვალო კამერების გამოყენებამ შეცვალა დაკარგული პირების საქმეების დოკუმენტირების წესი და გამომძიებლებს პაზლის ნაწილებს აწვდის, რომლებიც მათ ერთად უნდა შეერթონ. თუმცა მთლიანი სურათის მთავარი დეტალები მაინც დაკარგულია, რაც დამახინჯებასა და არასრულობას ქმნის. 35 წლის Alex Wezerly ცხოვრობს Stockton-on-Teesში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში. იგი აღწერილია როგორც კავკასიური გარეგნობის მამაკაცი, სიმაღლით 6 ფუტი და გამხდარი აღნაგობის. მას აქვს ღია ყავისფერი თმა, ულვაში და წვერი, მაგრამ ამაზე მეტი მისი პირადი ისტორიის, ცხოვრების ან ურთიერთობების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მაგრამ სწორედ მისი სახელი გამოჩნდა დაკარგული პირების პლაკატებზე და სოციალური მედიის გაფრთხილებებში 2025 წელს, მას შემდეგ რაც ის გაუჩინარდა თავის ნორტონის სახლიდან. ალექსი ნახეს სახლიდან გასული 29 ივლისს. მას უყვარდა შორ მანძილზე მოგზაურობა, მაგრამ ყოველთვის უკავშირდებოდა ოჯახს გზაში. მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ახლობლებს დაუკავშირდა, რომლებმაც სწრაფად გააცნობიერეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციამ დაიწყო გამოძიება და უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებით მისი გადაადგილება დაადგინა. სათვალთვალო კამერებმა გაუმძიებლებს საშუალება მისცა შეედგინათ მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც დაიწყო 7 აგვისტოს 14:13 საათზე. იორკის სადგურის კამერის ჩანაწერები აჩვენებს, როგორ ადის ალექსი ელნერის მატარებელში და მიემგზავრება ინვერნეში, ჩრდილოეთ შოტლანდიაში. მატარებელი გზაში რამდენიმე გაჩერებას აკეთებდა, მათ შორის დარლინგტონში, ნიუკასლში, ედინბურგში, ფალკირში და სტირლინგში. ალექსი დარლინგტონში ჩამოსვლისას შენიშნეს. შემდეგ ის სხვა მატარებელში ჩაჯდა, ამჯერად ლონდონის მიმართულებით. ის King's Cross-ის სადგურზე ჩამოვიდა და Euston Road-ის მიმართულებით წავიდა. ბოლოს ის King's Cross-ის სადგურიდან მიმავალს ნახეს და მას შემდეგ სათვალთვალო კამერებზე აღარ გამოჩენილა. მისმა ოჯახმა საზოგადოებას სასუთარკვეთილი თხოვნით მიმართა ინფორმაციისთვის, მაგრამ არანაირი კვალი არ გამოჩენილა. უცნობია ჰყავს თუ არა ალექს ამ რაიონებში ოჯახი ან მეგობრები, მაგრამ მათგან ვის შესახებაც მისმა ნათესავებმა იციან, არავის უთქვამს, რომ მასთან კონტაქტი ჰქონდათ. მის გაუჩინარებაზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვიდეო ჩანაწერში Alex Wezerly აცვია მუქი ფერის დათბილული ქურთუკი, ქვემოდან შავი ჰუდი და მუქი შარვალი. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ნომერზე 101, სადაც ინფორმაცია გადაეცემა პოლიციის მართვის ცენტრს. დაუყოვნებლივი შემჩნევის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე 999 და მიუთითეთ მითითების ნომერი 1225-01 225 1001 225 9 ნომერი Chris Palmeri 39 წლის მამაკაცი არკანზასიდან აღწერილია როგორც ბუნების მოყვარული, რომელსაც უყვარდა ლაშქრობა თავის ძალთან ერთად. 2026 წლის იანვრის დასაწყისში გაირკვა, რომ Chris Palmeris სასიკვდილო დაავადებით იყო ავად, ხოლო მისი გერმანული ნაგაზი ზოეც უკვე მოხუცი და ავადმყოფი იყო. მისმა ოჯახმა განმარტა, რომ Chris Palmeris მდგომარეობისთვის მკურნალობა შესაძლებელი იყო, მაგრამ მან შეიძლება თავად გადაწყვიტა არ გაელო ეს პროცედურები. ზოე, როგორც მათ ქვეს, თავის ბოლო მე-9 წელს იყო. იანვრის დასაწყისში Chris Palmerმა ოჯახს დაუკავშირდა და აუხსნა, რომ სმოუკის მთებში ბანაკობდა, მაგრამ სიგნალი ძალიან სუსტი იყო, რომ მუდმივად დაკავშირებოდა მათ. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა მათ Chris Palmeris ხმა მოესმათ. რამდენიმე დღის განმავლობაში მისგან რომ აღარაფერი გაიგეს, ახლობლებმა ინერვიულეს და სამართალდამცავებს მიმართეს. 3 დღის შემდეგ 12 იანვარს პარკის რეინჯერებმა მისი პიკაპი იპოვეს. წითელი 2017 წლის Ford F250 სანაპიროზე, ჰატერასის ეროვნული სანაპიროს ტერიტორიაზე იყო ჩარჩენილი. Chrissy და Zoe არსა ჩანდნენ, რის გამოც ივარაუდეს, რომ ისინი ჩრდილოეთ კაროლინის Outer Banks-ის მიდამოებში ერთად გაუჩინარდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში რეინჯერები ელოდნენ, რომ ვინმე დაბრუნდებოდა მანქანასთან, მაგრამ არავინ დაბრუნებულა. და 16 იანვარს Chrissy ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა. შემდეგ დაიწყო საძიებო ოპერაცია და გაუნძიებლებმა კვალისა და შესაძლო ხელჩასაჭიდიდების ძებნა დაიწყეს. საათობით ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმების შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ Chrissy ჩრდილოეთ კაროლინის დეირის ოლქი გაიარა და მისი სატვირთოს უკანა მხარეს ჩანს ლურჯ თეთრი კაიაკი. ხელისუფლებამ ასევე შეემოწმა მისი სატელეფონო ჩანაწერები და დაადგინა, რომ მისი მობილური ტელეფონი რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა, მათ შორის Avon-ში 10 იანვრის ღამეს და Buxton-ში Cave Point-ის მახლობლად 11 იანვარს. Cape Hatteras-ის ეროვნული სანაპიროს სხვა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ Ford-ი იქ 11 იანვრიდან იდგა, ერთი დღით ადრე, სანამ რეინჯერები მას აღმოაჩენდნენ. კაიაკი, რომელიც სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, ასევე არ უპოვიათ. რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ Chrissy-ის ოჯახმა შეწყვიტა ძებნა, რაც რთული გადაწყვეტილება იყო მათთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ის სასიკვდილო დაავად იყო. მათ ახსნეს, რომ Chrissy-ისთვის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მკურნალობა, რომელსაც მომავალში უნდა გაევლო, შესაძლოა მას დამოუკიდებლობის დიდი ნაწილი წაერთმია. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ Chrissy შესაძლოა ჯერ კიდევ ამ ტერიტორიაზე იყოს, ხოლო ნაგაზი, მათი აზრით, შესაძლოა გარდაცვლილი იყოს.
ზოი რამდენიმე მედიკამენტზე იყო დამოკიდებული და მძიმე თეჯოს დისპლაზია ჰქონდა. ოჯახი ფიქრობს, რომ ქრის სურდა თავისი ძაღლის ბოლო დღეები მასთან ერთად ტყეში გაეტარებინა. პარკის რეინჯერების თქმით, სატვირთოს ძარაში ნიჩაბი იპოვეს, რამაც დაასკვნევინა, რომ ზოი იქ დააკრძალეს, ხოლო ქრისმა სანაპიროზე მოგზაურობა გააგრძელა. ქრის პალმერი აღწერილია როგორც მოწითალო-ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. ის არის ფეხების და დუიმების სიმაღლის. ის და ზოი ცნობილები იყვნენ იმით, რომ ხშირად სტუმრობდნენ რამდენიმე ეროვნულ პარკს ამ ტერიტორიაზე. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ნომერზე 888 653 0009. სხვა შემთხვევაში ანონიმური ინფორმაცია შეგიძლიათ ონლაინ გააგზავნოთ მისამართზე nps_isp მისამართზე nps.isp@nps.gov. მაია მილეტი, რომელსაც ხშირად მეის ეძახდნენ, ფილიპინებში დაიბადა და ჰონოლულუში გაიზარდა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გაატარა. სწავლობდა ადმირალ ართურ რედფორდის სახელობის საშუალო სკოლაში და ჰავაიზე. სწორედ საშუალო სკოლაში სწავლის დროს შეხვდა ბიჭს სახელად ლარი მილეტი, რომელიც სან-დიეგოდან იყო გადმოსული არასრულწლოვანთა ბანდასთან დაკავშირებული დაპატიმრების შემდეგ. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ და ლარი სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურობდა. მეი ასევე იყო სამხედრო საზღვაო ძალების სამოქალაქო თანამშრომელი და მუშაობდა კონტრაქტების სპეციალისტად საზღვაო ინფორმაციული ომის ცენტრში. მოგვიანებით დაქორწინებული წყვილი ერთად გადავიდა სან-დიეგოში, სადაც მათ 3 შვილი შეეძინათ. ძირითადად მათი ქორწინება მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ 2020 წლისთვის ის გაუარესებას იწყებდა. როგორც იუწყებიან, ლარი პარანოიდული გახდა და მეი ღალატში დაადანაშაულა. წლის ბოლოს კი მეი განქორწინებას აპირებდა. იმ წლის დეკემბერში მეიმ განშორების პროცესი დაიწყო, ხოლო ახლობლები დაჟინებით სთხოვდნენ, რომ ამ პერიოდში უსაფრთხო ბინაში დარჩენილიყო. თუმცა ლარისა და მეის განქორწინება არასოდეს დასრულებულა, რადგან მომდევნო წელს 39 წლის მეი გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. 2020 წლის 7 იანვარს მეიმ ესაუბრა თავის განქორწინების ადვოკატს, ხოლო საღამოს 5 საათზე ბოლოს ნახეს, როცა ოჯახურ სახლს ტოვებდა. მეორე დღეს მას შემდეგ რაც მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, ნათესავები სახლში მივიდნენ. ლარიმ აუხსნა, რომ ის ოთახში ჩაკეტილიყო და წინა დღიდან არ გამოსულა, ხოლო მეორე დილით ისინი დაბრუნდნენ და დაჟინებით მოითხოვეს, რომ ოთახში შეეშვა. მაგრამ როდესაც ასე მოიქცნენ, ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მეი ოთახში არ იყო, ოთახი ცარიელი იყო და სახლში მისი კვალი არსად ჩანდა. მეის და მისი გაუჩინარება ჩულა ვისტას პოლიციის დეპარტამენტს აცნობა. შემდგომ გამოძიებამ ლარი მოვლენების ცენტრში მოაქცია. სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა აჩვენა, რომ მან თავისი 460-იანი ისე დააპარკინგა, რომ მანქანის უკანა ნაწილი კამერის ხედვის არეში არ მოხვედრილიყო. მან განაცხადა, რომ იმ დღეს მანქანა სოლანას სანაპიროზე ერთ-ერთ ბავშვთან ერთად წაიყვანა. 9 იანვარს ლარი მეზობელს სთხოვა, ლექსუსისთვის მანქანის დეტალური წმენდა გაეკეთებინა და განაცხადა, რომ ანზაბორეგოს უდაბნო სახელმწიფო პარკში იყო ნამყოფი. მას შემდეგ მანქანა ამოღებულია და დამატებით ანალიზს ექვემდებარება. მოხალისეები ეძებდნენ მაუნტ სან მიგელის პარკში, ხოლო გაუნზიებლებმა მილეტის სახლი დაათვალიერეს. თუმცა ძებნამ ვერ გამოავლინა არანაირი კვალი, რომელიც დაკარგული ქალის ადგილსამყოფელზე მიანიშნებდა. ძებნა მეზობელ ტერიტორიებზე გაგრძელდა, რის შედეგადაც ნაშთები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ეს ნაშთები მეის ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ისინი ცხოველების იყო. გლემის ქვიშის დიუნა და ქვედა ნაწილი, ასევე მიტოვებული გოლფის მოედანი ჩულა ვისტაში და ფიშ კრიკი გაჩხრიკეს. ეს მცდელობები იანვრიდან დეკემბრამდე გაგრძელდა, მაგრამ მოხალისეებმა და სამაშველო პერსონალმა მეის ადგილსამყოფელის შესახებ ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. მეი and მაია აღწერილია როგორც ფილიპინელი ქალი, რომლის სიმაღლე 5 ფუტი და წონა დაახლოებით 110 ფუნტია. მას ჰქონდა ყავისფერი სწორი თმა და ყავისფერი თვალფერი თვალები. არ არის ცნობილი რა ეცვა მას გაუჩინარების დროს, მაგრამ მას აქვს მუსიკალური ნოტების სტატუ მხარზე და კოლიბრის სტატუ მაჯაზე. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ჩულა ვისტას პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 619 69 15 15. ჯული რაიანმა თქვა თავის ქმარზე, ვისთანაც 51 წელი იყო დაქორწინებული, რომ ის იყო კეთილი, თბილი და ზოგჯერ უხასიათო. 75 წლის ჯონ რაიანი, როგორც მან თქვა, მხიარული ხასიათით გამოირჩეოდა და მასთან ყოფნა სასიამოვნო იყო. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე ათეული წლის წინ შეხვდა Salt Lake City-ში, იუტაში და ერთად 4 შვილი გაზარდეს. მათი შუათანა-შვილი გევინი მამას სპორტის დიდი გულშემატკივარი უწოდა. მას ასევე ძალიან უყვარდა სხვებზე ზრუნვა. ის ყოველთვის საქმის კურსში იყო მიმდინარე მოვლენებზე, თქვეს მათ და მას დიდი გული ჰქონდა, იყო მხიარული და კეთილი ადამიანი. გევინმა ახსნა, რომ მამამისი მთელი ცხოვრების განმავლობაში მშენებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზე იყო გასული, მაინც ძალიან უყვარდა ხელსაქმე.
ჯონი და ჯული 4 წლის წინ დასახლდნენ ლაგუნა ბიჩში და ჯულიმ დიდი სიხარულით მიიღო კალიფორნიული ცხოვრების წესი. მაგრამ ჯონი, როგორც ჩანდა, განსაკუთრებით უჭირდა პენსიაზე გასვლასთან შეგუება. 2025 წლის 11 სექტემბერს კევინი გაემართა ორენჯ კაუნთიში, რათა მშობლები მოენახულებინა. ის ცხოვრობს სოლტ ლეიქში, მაგრამ ამ რეგიონში სამუშაოს და მოიმყოფებოდა და გადაწყვიტა სპონტანურად მოენახულებინა ისინი. მათთან ერთად ისაუზმა და მეორე დილით ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. ჯულის თქმით, მას შემდეგ რაც მისი შვილი წავიდა, მან სასურსათო საპირდლებზე წასვლა გადაწყვიტა. ჯონმა დაეხმარა მას პროდუქტების სახლში შეტანაში, როცა დაბრუნდა და ყველაფერი წესრიგში ჩანდა. და იმავე დღეს მან სახლი დატოვა, რომ მეგობარი მოენახულებინა. სექტემბრის 12 დღის მეორე ნახევარში ის დაბრუნდა და ნახა, რომ მისი ქმარი აღარ იყო სახლში. თავდაპირველად ის აშაშინებულა. ჯონი ზრდასრული დამოუკიდებელი კაცი იყო. მას დროდადრო მარტო ხანგრძლივი სეირნობა სჩვეოდა. მაგრამ მალე დაღამდა და ის მაინც არ ჩანდა. ჯულიმ შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ქმრის ნივთების უმეტესობა სახლში იყო დატოვებული. მისი ტელეფონი, საფულე და საათი, რომელსაც არასდროს იშორებდა, საწოლის ტუმბოზე ედო. მან ასევე იპოვა მისი მუხლის ფიქსატორი და სასეირნო ფეხსაცმელები. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ჯული მეგობარს დაურეკა და მათ ორნი გარკვეული დროის განმავლობაში ეძებდნენ ჯონს. შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდნენ და გევინს აცნობეს გაუჩინარების შესახებ. ხელისუფლებამ მინდებარე კამერები გადაამოწმა. აღმოაჩინეს, რომ გაუჩინარების დღის მეორე ნახევარში ჯონი დაფიქსირდა, როგორ ტოვებდა თავის ტაუნჰაუსს და მიდიოდა ნაგალის მიმართულებით დაახლოებით შუა დღის შემდეგ. სუნზე მომუშავე ძაღლებმა მის კვალს ქუჩის თავამდე მიაგნეს, სადაც კვალი მოულოდნელად გაქრა. ხელისუფლება დარწმუნებული არ არის, როგორ შეაფასოს ეს მოვლენა. მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ, იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი, თუ ჯონი უბრალოდ დაიკარგა. მაგრამ ოჯახს იმედი არ დაუკარგავს და კვლავ აგრძელებს პასუხების ძიებას. ინფორმაცია ჯონ პალმერის გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ორენჯ კაუნთის შერიფის დეპარტამენტის ნომერზე 714 647 7000. ნომერი 6. ბრიანა ჯეიდ ვიბერტი დაიბადა 1992 წელს და 3 წლის ასაკში ლისა მორლი ჰულცმა იშვილა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა ჰულცების ოჯახთან ერთად ბინქემპტონში, ნიუ-იორკში. 16 წლის ასაკში ის ბობი ჯო სტოუნმა იშვილა და ბერჩ რანჩში, მიჩიგანში გადავიდა. იმ დროისთვის ის უკვე განქორწინებული იყო და ჰყავდა 4 შვილი, 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი. ბრიანა იმ წელს კვლავ იწყებდა პაემნებზე სიარლს და თავის მეგობარ ბიჩთან ერთად ცხოვრობდა ფლინტში, მიჩიგანში. ცხვილი ცნობილია იმით, რომ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურებს იყენებდნენ ტელეფონების დასატენად და ტუალეტით სარგებლობისთვის. მათთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგური იყო მილერის გზაზე მდებარე მარათონის ბენზინგასამართი სადგური. 2017 წლის 14 ივლისს მან შუაღამით დატოვა სახლი და სწორედ ამ დაწესებულებისკენ გაემართა. იმ დღეს მან ლიზა ჰულცს ესაუბრა და უამბო ნიუ-იორკში დაგეგმილ მოგზაურობაზე, სადაც თავისი დის ბავშვის სქესის გამჟღავნების წვეულებაზე უნდა წასულიყო, მაგრამ იქ ვერასდროს მივიდა. იმ საღამოს ბრიანა და მისი მეგობარი ბიჭი გავრცელებული ინფორმაციით იჩხუბეს, რამაც 24 წლის ბრიანა აიძულა წასულიყო. სათვალთვალო კამერებმა ის დააფიქსირეს მარათონის ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ასევე ჩანდა, როგორ ჩაჯდა წითელ პონტიაკ ასტეკში, რომელსაც უცნობი მამაკაცი მართავდა. ისინი მანქანით ახლომდებარე ზრდასრულთა გასართობ კლუბში წავიდნენ, სადაც თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ბრიანა ცუდად გამოიყურებოდა. ის კვლავ შენიშნეს 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ მობილ ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც სამხრეთ საგინაუს ქუჩაზე მდებარეობს. ვიდეო ჩანაწერში ის აშკარად შეშინებული ჩანს და აქეთ-იქით დაბარბაცებს, ზოგჯერ თაროებს ეკრნობა, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს. შემდეგ ის შენიშნეს ატერტონის გზასთან, ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალი, მაშინ როცა პონტიაკის მფლობელი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. ეს იყო ბრიანა ვიბერტის ბოლოს დანახვა. ის სახლში არ დაბრუნებულა და მას შემდეგ არავის არაფერი სმენია მისგან. მისი დაკარგვის შესახებ საყვარელმა ადამიანებმა რამდენიმე დღეში განაცხადეს. დაკითხვისას ბრიანას შეყვარებულმა განაცხადა, რომ მათ იჩხუბეს მას შემდეგ, რაც ბრიანას უარი უთხრეს შვილებთან შეხვედრის უფლებაზე. იმ დროს მის სახლში წყალი არ იყო, რადგან ჭა გაფუჭებული იყო და უარმა, როგორც ამბობენ, ბრიანა გააბრაზა. მისი შეყვარებულის თქმით, ის სახლში ნივთებს ისროდა და ბოლოს ხელი თვითონ დაიზიანა. გაუმძიებლებმა ასევე შეძლეს პონტიაკის მძღოლის პოვნა, რომელმაც განმარტა, რომ ბრიანამ სთხოვა მას ახლომდებარე რესტორანში წაყვანა. რესტორანში წასვლის შემდეგ ისინი წავიდნენ გასართობ კლუბში, სადაც ბრიანა ადრე მუშაობდა. კაცმა განმარტა, რომ ბრიანამ თავისი ტელეფონი მის მანქანაში დატოვა, რომელიც შემდეგ პოლიციას გადასცეს. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი მის სახლთან ახლოს არხში ბრიანას ხელჩანთას იპოვიან. არც პონტიაკის მძღოლი და არც ბრიანას მეგობარი ბიჭი არასოდეს ყოფილან ეჭვმიტანლებად მიჩნეულნი ამ საქმეში. ორივე პირი თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არც ერთი მათგანი საჯაროდ არ დაუსახელებიათ. მაგრამ ბრიანას გაუჩინარებიდან თითქმის 10 წლეული გავიდა და ამ საქმეში არანაირი კვალი არ გამოჩენილა.
გაუმძიებლებს არ უპოვიათ დანაშაულის კვალი და გაურკვეველია საკუთარი ნებით დაკარგა თუ არა თავი, მაგრამ ის კლასიფიცირებულია როგორც დაკარგული და საფრთხეში მყოფი. Brianna Weberty აღწერილია როგორც ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით, თუმცა თმა წითლად ჰქონდა შეღებილი. მისი დაკარგვის დროს ის იწონიდა დაახლოებით 120 ფუნტს. ცნობილია, რომ მას აქვს რამდენიმე ტატუ, მათ შორის სახელები სავანა და მედოქსი, ჩონჩხის გასაღები მარჯვენა ფეხზე და გიჟი ქუდოსანი მარჯვენა მხარზე. მისი ბეჭის წვალზე გამოსახულია სიტყვები: ოჯახი, ძალა, ღირსება, სიამაყე, ერთგულება და სიყვარული. მას ხულები და ცხვირი გახურეტილი აქვს. ბრიანა ბოლოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ჩანს კრემისფერი პერანგით, შავი ლეგინსებით და შლოპანცებით. მას ასევე ჰქონდა ვერა ბრედლის ჩანთა მხარზე გადასაკიდით ასმით. ინფორმაცია ამ დაკარგულ პირთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ Flint Township-ის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 8 106003 250 8 106003 250. 5. არონ მაკინი აღწერენ როგორც სახლიდან იშვიათად გამსვლელ ადამიანს, რომელიც იშვიათად შორდებოდა სახლს. 32 წლის ბელფასტელი, ჩრდილოეთ ირლანდიელი მამაკაცი, თამაშობს ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში, Saint-Lukeში. ამ კავშირის გამო ის ძალიან ცნობილია. მისი დის, კრისტინის თქმით, ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ და კონტაქტის არ ქონა უჩვეულოდ ჩაითვლებოდა. თუმცა 2023 წლის ნოემბრის დასაწყისიდან კონტაქტის არ ქონა მოულოდნელ ნორმად იქცა, რამაც მასშტაბური საძიებო ოპერაცია გამოიწვია. არონმა უცებ შეწყვიტა ოჯახთან კომუნიკაცია დაუზუსტებელ თარიღზე. 10 ნოემბერს ის მაღაზიაში წავიდა, რომ მამამისისთვის პროდუქტები ეყიდა. მან პროდუქტები მიიტანა და ბოლოს ოჯახის წევრებმა იმ პარასკევს დილის 9-დან 10 საათამდე ფეხით მიმავალი ნახეს გლენ როუდზე. 12 ნოემბერს არონის ბოლო დადასტურებული ნახვა დაფიქსირდა სათვალთვალო კამერით, რომელმაც აჩვენა, რომ ის ავტობუსში ავიდა, რომელიც Wellington Place-ის ცენტრისკენ მიდიოდა. მისმა ახლობლებმა მალე შეშფოთდნენ მისი მდგომარეობით და მაშინვე აცნობეს შესაბამის ორგანოებს, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს. გამოძიება ისინი დუბლინში, დანდალკში მიიყვანა და მიიჩნევა, რომ მან ავტობუსი დანდალტის რაიონში დატოვა. არსებობს მტკიცებულება, რომ იქიდან მატარებელში ჩაჯდა და სამხრეთისკენ გაემართა. გამოძიების გაგზელებისას ნათესავებმა დაკარგული პირის ფლაიერების გავრცელება დაიწყეს. ზოგიერთი ოჯახის წევრი კი დანდალკში ჩავიდა, რათა პოსტერები გაეკრა. კრისტინე არ ფიქრობს, რომ მისი ძმა დანდალკშია, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მცდელობა მაინც აუცილებელი იყო. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამსახურმა მას შემდეგ დაკარგული მამაკაცის კეთილდღეობაზე მზარდი შეშფოთება გამოხატა. მას უსაფრთხოების კამერებს აღარ დაუფიქსირებიათ და არც არავის მიუწოდებია ინფორმაცია, რაც მის ადგილსამყოფელზე მიგვიყვანს. მას შემდეგ ოჯახმა არაერთი თხოვნა გააჟღერა, იმ იმედით, რომ ვინმემ რამე დაინახა, რაც დაეხმარებათ გაარკვიონ, რა დაემართა არონს. როგორც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს დაკარგული კაცი ბოლოს ნახეს წვიმის პალტოში, შავ სპორტულ შარვალში და პატარა წითელი Manchester United-ის ზურგჩანთით. მისი აღწერით ის არის 6 ფუტის სიმაღლის და გამხდარი აღნაგობის. მას აქვს გამელოტებული თავი, მუქი წვერი და აფლი თვალები. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამსახური მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს მანქანის ან სახლის კამერები Stewartstown-ის გზაზე Twinbrookში, რომ მათი ჩანაწერები და ინფორმაცია მიაწოდონ ნომერზე 101, სერიული ნომრით 391, 2023 წლის 24 ნოემბრისთვის. 4. 36 წლის Bradley Brooksი 2019 წლის ივნისში გადავიდა Weatherford-დან, ტეხასიდან კორპუს კრისტიში. აქ ის შეყვარებულთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და ცოტა ხანში მას მისი თინეიჯერი ქალიშვილი შეუერთდა. Bradley სიამოვნებით თევზაობდა და ზოგჯერ რეკრეაციულ ნარკოტიკებსაც იღებდა, მაგრამ მისი ოჯახის თქმით ის რეგულარული მომხმარებელი არ იყო. მხოლოდ 2 თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც Bradley კორპუს კრისტიში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც ის დაკარგულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ბოლოს შეყვარებულმა ნახა. 2019 წლის 18 აგვისტოს საღამოს, ერთი დღის შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი ქალაქში ჩამოვიდა, Bradley-მ თავისი სახლი დატოვა 2003 წლის Mazda 3-ის ფირუზისფერი სედანით. დაახლოებით საღამოს 10 საათი იყო, როცა შეყვარებული უყურებდა, როგორ წავიდა Bradley მანქანით და არ იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ბოლოს შეხვედრა ყოფილიყო. Bradley-მ ახლახან იყიდა კრევეტები და მანქანაში რამდენიმე სათევზაო ანკესი ჩააწყო. მან ოჯახს უთხრა, რომ ღამით სათევზაოდ ვიდიოდა, რაც მას ხშირად ჩვეოდა. მაგრამ ის სახლში აღარ დაბრუნებულა და მას შემდეგ აღარავის გაუგონია მისგან არაფერი. 5 დღის შემდეგ Bradley-ს მანქანა იპოვეს Naval Air Station Drive-ის 200-იან მონაკვეთზე, Stingray Road-ის ბოლოს, პოპულარულ სათევზაო ადგილთან. მანქანა იპოვეს გაღებული კაპოტით და ითქვა, რომ ის იქ რამდენიმე დღე იდგა. 23 აგვისტოს მანქანა ამ ადგილიდან გადაიყვანეს, მაშინ როცა ოფიციალურ პირებს ჯერ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ავტომობილი დაკარგული ადამიანის საქმეს უკავშირდებოდა. Bradley ხშირად ურეკავდა დედას და ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი. მაგრამ იმ საღამოს შემდეგ არც ერთ მათგანს აღარ დაკავშირებია.
დაკარგული მამაკაცის ძმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ბრედლი შესაძლოა ყველაფრით გადატვირთული ყოფილიყო. ის იმ დროს თავის შეყვარებულ ეშლისთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც საკუთარი შვილები ჰყავდა. მისი ქალიშვილი ბრბოს ერთი დრით ადრე შეუერთდა, რამაც ბრედლის სიძეს ბაკ ჩეპმენს დააფიქრა, რომ ყველაფერი ძალიან გადამეტებული გახდა და სწორედ ამიტომ ბაკ ჩეპმენმა ღამით საძებნელად გასვლა გადაწყვიტა. ეხლა უკვე 6 წელზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა და მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო დანახვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი სავარაუდო დანახვის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის ივნისში გაჩნდა, როდესაც ოჯახის მეგობრისგან შეტყობინება შემოვიდა. მათ განაცხადეს, რომ დაკარგული კაცი ბარტლსვილში, ოკლაჰომაში ნახეს. ბარტლსვილში მდებარე ფილიპს 66-ის ბენზინგასამართ სადგურზე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, როგორც ჩანს, აჩვენებდა მამაკაცს, რომელიც ბრედლის ჰგავდა და ეს ჩანაწერი 2020 წლის 13 ივნისით თარიღდებოდა. ოჯახი მტკიცედ მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი შეიძლება ბრედლი იყოს, მაგრამ დაწმუნებით ვერ ამბობენ. ხელისუფლებამ გაჩქრიგა ის ტერიტორია, სადაც მისი მანქანა იპოვეს, ასევე იმ ადგილის მიმდებარე რეგიონი, სადაც სავარაუდოდ ის დააფიქსირეს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად არაფერი აღმოაჩინეს. ბრედლი ბრუქსის საქმე კვლავ აქტიურია და მისი ძებნა გრძელდება. მისმა ოჯახმა მას მიუძღვნა Facebook გვერდი სახელწოდებით დაეხმარეთ ბრედლი ბრუქსის პოვნაში, იმ იმედით, რომ ვინმე საზოგადოებიდან მას ამოიცნობდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიდა. ეხლა ის 42 წლის იქნებოდა, ხოლო მისი გაუჩინარების დროს მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და იწევნიდა 160-დან 170 ფუნტამდე. მას აქვს ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები. ბოლოს კი ნახეს მუქ წითელ პერანგში, შავ შორტებში და Nike-ის სპორტულ ფეხსაცმელში. ამბობენ, რომ მას მკერდზე აქვს ნალი სტატუ, რომელსაც ახლავს წარწერა. ჩვენ ყველანი მოკლებულნი ვართ ღვთის დიდებას. მას მარჯვენა წინა მხარზე ანგელოზის ფრთებიც აქვს ამოსურინგებული. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ. Corpus Christi Police Department at 361-626-0. ნომერი 3. 1980 წლის 15 აგვისტოს ჯერემაია ედვარდ პოუკო დაიბადა სტენდიშში, მიჩიგანში. ის აღზარდა მისმა მშობლებმა რენე და ედვარდ პოუკომ. ბავშვობაში ის იყო Eagle Scout-ი და შემდეგ დაამთავრა სტენდიშ სტერლინგ ცენტრალური საშუალო სკოლა, თავისი კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლედ. მისი აქტის ქულა ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 10%-ში იყო, ხოლო ახლობლები მას პასუხისმგებელ პიროვნებად ახასიათებდნენ. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ის ჩაირიცხა დინგიფენის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, რედმონდში, ვაშინგტონში და 1 წლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა. ვაშინგტონში ცხოვრებისას მან სხვადასხვა დროებითი სამუშაოები დაიწყო და მალე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში კარიერა აირჩია. 2015 წელს ის მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად Oracle Corporation-ში, ბელვიუში, ვაშინგტონში. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით ის ცხოვრობდა ბინაში, რომელიც Avenue South-ზე მდებარეობდა. მისი ოჯახის თქმით, ჯერემიას ძალიან უყვარდა სნოუბორდინგი, გოლფი და მეგობრებთან ერთად ყოფნა. და იმავე წლის 21 ივლისს 34 წლის ასაკში გაუჩინარდა. ის სახლიდან მუშაობდა და იმ დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 3:30-ზე თავის მენეჯერს დაურეკა. მან აუხსნა, რომ ლეპტოპის მყარი დისკი გაფუჭდა და ოფისში მივიდოდა, რომ გაეკეთებინა. მეორე დღეს საცხოვრებელი კომპლექსის სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა აჩვენა, რომ 22 ივლისს ღამის 12:07-ზე მისი მანქანა ავტოფარეხში შედიოდა. მაგრამ ამის შემდეგ აღარ არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ტოვებს შენობას. იმ დღესაც სამსახურში არ გამოჩენილა და იმ სატელეფონო ზარის შემდეგ იერემია აღარავის გაუგონია. ის გაუჩინარდა თავისი მობილური ტელეფონით, საფულით, გასაღებებით და გადახილი ლეპტოპი ერთად. 23 ივლისს დაკარგული კაცის დამ სოციალურ ქსელში დაწერა თავისი ძმის მოულოდნელად კომუნიკაციის შეწყვეტის შესახებ, რამაც შეშფოთება გამოიწვია ოჯახის მეგობრებს შორის, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. იერემიას მეგობრებმა შემდეგ სეატლის პოლიციას შეატყობინეს მისი გაუჩინარების შესახებ. გამოძიებამ გამოავლინა დამატებითი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთში ჩანდა იერემიას მსგავსი მამაკაცი, რომელიც ავტობუსის სადგურის კიბეებზე ჩამოდიოდა. Fifth Avenue, South to South Jackson-ის ქუჩა. მას ზურგჩანთა ჰქონდა. უცნაურია, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც მამაკაცი კიბეებზე ჩამოდიოდა, ჩანაწერის 15 წუთი გაურკვეველი ხარვეზის გამო დაიკარგა. იერემიას ხანდახან ავტობუსით მუშაობაზე წასვლა უყვარდა, თუმცა იმ დღეს მისი ბარათი არც ავტობუსში და არც მატარებელში არ დაუფიქსირებიათ. ვიდეო ჩანაწერში მისი სავარაუდო შემჩნევაც ჯერ არ დადასტურებულა. მისი ტელეფონი ბოლოს სიეტლის ცენტრში დაფიქსირდა, თუმცა ზუსტი მდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. მას შემდეგ არც სოციალურ ქსელებში და არც საბანკო ანგარიშზე არანაირი აქტივობა არ ყოფილა. მისი ნაცრისფერი 2010 წლის Subaru Outback სპორტიბინების კომპლექსის ავტოსადგომში იპოვეს. გაუნძიებლებმა ვერ დაადგინეს დანაშაულის მოტივი და ვერც რაიმე მტკიცებულება იპოვეს, რაც ამას დაადასტურებდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში არანაირი იმედისმომცემი კვალი არ გამოჩენილა, რის გამოც ახლობლები ძალიან შეშფოთებულები არიან ამ კაცის მდგომარეობით. იერემია თეთრკანიანი მამაკაცია, ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. ის არის 6 ფუტი და 2 ინჩი სიმაღლის და იწონის დაახლოებით 220 ფუნტს.
იგი ცნობილია იმით, რომ თავს სუფთად იბარსავს და კითხვისთვის სათვალეს ატარებს. მის გაუჩინარების დროს ცნობილია, რომ ეცვა ღია ყავისფერი შორტები, მწვანე პერანგი, წითელი ქუდი და თეთრი წინდების სანდლებთან ერთად. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელი შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ სიეტლის პოლიციას ნომერზე 206 684 5007 206 68 4 5007. ნომერი 2. ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მარსია კეი ლაილი დაიბადა 1978 წლის ოქტომბერში. ის გაიზარდა ფლორიდაში, როგორც მორწმუნე ქრისტიანი და მისი ოჯახის თქმით, მას დაუდგინდა შიზოაფექტური აშლილობა, რომელიც ხასიათდება შიზოფრენიის სიმპტომებისა და განწყობის აშლილობის კომბინაციით. მიჩნეულია, რომ მისი მდგომარეობა გამოწვეული იყო არაოპერირებადი ტვინის სიმსივნით, რომელთანაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 2019 წლის დეკემბერში მან დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი და გადავიდა სილში, ალაბამაში, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიასთან, სადაც ის მსახურობდა ახალგაზრდული ლიდერის პოზიციაზე Pathfinderების პროგრამაში. მისი სამედიცინო მდგომარეობის გამო ის ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ურეკავდა დედას და დას, რომ მათთვის თავისი მდგომარეობა ეცნობებინა. ორივე მათგანი დანიშნული ყავდა მის ჯანმრთელობის წარმომადგენლებად. 2020 წლის აპრილში სილში გადასვლიდან 4 თვის შემდეგ 41 წლის ქალმა მოულოდნელად შეწყვიტა ოჯახთან კომუნიკაცია. ბოლზარი, რომელიც ოჯახს გაუკეთა, ინთვის 27 რიცხვში იყო. მან დასთან ისაუბრა დეშულის პირველი ნაბიჯების შესახებ, როცა ოჯახის წევრებმა მასთან კავშირი დაკარგეს. მომდევნო რამდენიმე დღეში ისინი ძალიან შეშფოთდნენ და ადგილობრივ სამართალდამცავებს მიმართეს. 3 მაისს სამართალდამცავებმა მარშას სახლში მისი მდგომარეობის შესამოწმებლად მივიდნენ. ამ დროისთვის მისი ხმოვანი ფოსტა სავსე იყო იმ შეტყობინებებით, რომლებიც უპასუხოდ დარჩენილი ზარების შემდეგ დაუტოვეს. იმავე დღეს პოლიციამ ოჯახს დაუკავშირდა და დაადასტურა, რომ მარშა უსაფრთხოდ იყო და მდგომარეობის შესამოწმებლად მისვლის დროს საწოლში იწვა, თუმცა ის მაინც არ პასუხობდა ტელეფონს. 2 დღის შემდეგ ბინის მეპატრონემ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეემოწმებინა მდგომარეობა. ის საწოლში იპოვეს, მაგრამ მენეჯერის თქმით, მარშა თავის თავს აღარ გავდა. იმავე საღამოს მეზობლებმა ნახეს, როგორ ალაგებდა მარშა მანქანაში ნივთებს და გაემგზავრა სახლიდან. ბანკის ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, რომელიც მას დედასთან ერთად აქვს, მარშა გაჩერდა ლეიკის ფლორიდის ბენზინგასამართ სადგურზე, ხოლო 1 დღის შემდეგ 1 კვირით ნომერი დაჯავშნა პორტ-ლა-ბელის სასტუმროში. თუმცა იმავე დღეს, როგორც ჩანს, მან დატოვა სასტუმრო და რამდენიმე შენაძენი გააკეთა ნორთპორტში, სარასოტაში. 8 მაისს ჩანაწერებმა აჩვენა, რომ მან ბენზინი იყიდა ჯასპერში, პილოტის ბენზინგასამართ სადგურზე, რაც მისი ბოლო დებეტური ბარათით შენაძენი იყო. იმავე დღეს 15 საათსა და 35 წუთზე იგი დაფიქსირდა სათავთვალო კამერაზე, როცა შევიდა Walgreens-ის აფთიაქში Jacksonville-ში, მისამართზე 628. ის დაინახეს, როგორ აჩერებდა მანქანას სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე, რომელიც Phillips Highway-ზე მდებარეობს. ბოლოად ის დაინახეს, როცა ახლომდებარე უნიფორმების მაღაზიასთან გარეთ მიდიოდა. მისი სადებეტო ბარათი აღარ გამოუყენებიათ მას შემდეგ, რაც მარშია აღარავის გაუგონია. 9 მაისს მისმა დედამ მისი გაუჩინარების შესახებ რასელის ოლქის შერიფის სამსახურს აცნობა, რამაც გამოიწვია დაუყოვნებელი გამოძიება, რომელმაც დეტალური ქრონოლოგია გამოავლინა. მისმა ოჯახმა აღნიშნა, რომ მარშია საგზნობლად დაბერებული ჩანდა და თავზე თავსაბურავი არ ეკეთა, რაც მისთვის უჩვეულო იყო. ისინი ფიქრობენ, რომ მისი გაუჩინარების დროს მარშია დაბნეული ან დეზორიენტირებული იყო და მიაჩნიათ, რომ მისმა სამედიცინო მდგომარეობამ გამოიწვია მისი გარეგნობის ასეთი ცვლილება. ახლობლები ფიქრობდნენ, რომ მარშია შესაძლოა ცდილობდა დედამისის სახლამდე მისვლას კლევისტონში, ფლორიდაში, ან იქნებ Orange Park-ში წასვლას, სადაც ადრე მისი და ცხოვრობდა. ბოლოს ის დედამისის სახლიდან 30 წუთის სავალზე იყო, მაისის ბოლოს. მისი ავტომობილი თეთრი Toyota Yaris-ი სანომრე ნიშნით SQCV უნიფორმების მაღაზიის გარეთ მიტოვებული იპოვეს. გამოძიების დროს პოლიციამ ვერ იპოვა არანაირი საშუალება ან მოტივი დანაშაულებრივი ქმედებისთვის და მისი გაუჩინარების გარემოებები გაურკვეველია. Marsha Laili ამერიკელი ქალია, შავი თვითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა ფუტი და ინჩები, ხოლო წონა გაუჩინარების დროს იყო 130-150 ფუნტი. მას სხეულზე სხვადასხვა ნაწიბურები აქვს, მათ შორის მუცელზე კვების მილის ჩადმის შედეგად და ბარძაყის ზედა ნაწილზე ძაღლის კბენისგან. იგი ხშირად ფარავდა თმას, პარიკით ან თავსაფრით. მასწინა მხარეს შესამჩნევი ნაცრისფერი თმის უბანი აქვს. ინფორმაცია მარშას ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ რასელის ოლქის შერიფის ოფისის შემდეგ ნომერზე 3-3-4-9-6-5-3-5. ნომერი 1. მაიკლ ენტონი დაიბადა სტემფორდში, კონექტიკუტის შტატში, 1990 წლის 5 თებერვალს, პაულა ჯატკინსისა და ედვარდის ოჯახში. 2012 წელს მან დაამთავრა მანჩესტერში, ნიუ-ჰემპშირის შტატში მდებარე მაუნთ ვაშინგტონის კოლეჯი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი კრიმინალურ სამართალში. 2019 წლისთვის ის ამ რაიონში ცხოვრობდა ბინაში ერთ თანამცხოვრებთან ერთად.
თავისუფალ დროს მაიკლი მზრუნველი და მეგობრული ადამიანი მუშაობდა ალტის ბავშვებთან ორგანიზაცია Easter Seals-ში, ნიუ-ჰემპშირის შტატში. ეს დაწესებულება არაკომერციული ორგანიზაცია იყო, რომელიც ეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს. ისინი საჭირო მომსახურებას უწევდნენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს, ასევე მათ ოჯახებს. ეს საქმიანობა მისთვის იდეალური იყო, რადგან ის კეთილი და დახმარების მოყვარე ადამიანი იყო. 2019 წლის ერთ საღამოს მისი დახმარების სურვილი პიკს მიაღწია. იმ საღამოს ადგილობრივი ღამის კლუბის გარეთ მაიკლმა გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად გაეტარებინა ღამე. ის გაემართა Tropical Lounge-ში, რომელიც ნაშუას West Hall-ის ქუჩაზე მდებარეობს. აქ ორი ქალის შორის ჩხუბი დაიწყო, თუმცა უცნობია მიზეზი, მაგრამ მაიკლი ერთ-ერთ მათგანს იცნობდა. კამათი გადავიდა ღამის კლუბის სადგომზე, სადაც სიტუაცია გამწვავდა. მაიკლი, რომელიც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და მეგობრის დახმარებას, ცდილობდა ქალების გაშლებას, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ღამის პირველის 45 წუთზე მეორე დილით ჩხუბი ისევ გრძელდებოდა და ხალხი გარეთ იყო შეკრებილი, რომელიც მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალა. ამ დროისთვის კი მაიკლი უკვე თითქოს გაუჩინარდა და ყველა იმდენად იყო დრამატულ სცენაზე კონცენტრირებული, რომ ვერავინ შეამჩნია მისი წასვლა. მისი მეგობრები ღამის კლუბში კიდევ 45 წუთი დარჩნენ, სანამ საბოლოოდ არ წავიდნენ და მანჩესტერში არ დაბრუნდნენ. ამ დროის განმავლობაში ჩანდა, რომ კაცი სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდა. იყო დილის საათები, როცა მან თავის უფროსს დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა, რის გამოც მაიკლმა შეტყობინება დატოვა და ეს შეტყობინება იყო: მომდევენ ერთზე მეტი ადამიანი. ეს იყო ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მან მისცა, სანამ ზარს გაწყვეტდა, როცა მისი უფროსი უკან დაურეკავდა, თუმცა მან არ უპასუხა. მალე ამ ზარის შემდეგ მაიკლმა მეზობელს მიწერა, გაუგზავნა 3 ცალკე შეტყობინება, რომელთაც ცოტა სიტყვა ჰქონდა და დიდად აზრი არ ჰქონდა. შეტყობინებები იყო: დახმარება ლოლ საათი, რაც ყველაფერი დიდი ასოებით იყო დაწერილი. შემდეგი იყო რა იდგა განზე და ბოლოს Eldridge Bro. 21 აპრილს დილის 2 საათსა და 30 წუთზე ისტ-ჰოლის ქუჩაზე მდებარე McDonald's-ის რესტორნის უსაფრთხოების კამერებმა მაიკლის შეცვლა დააფიქსირეს. მოგვიანებით ის კვლავ დააფიქსირეს სათვალთვალო კამერებმა, როდესაც Bancroft-ის ქუჩაზე მდებარე Riverfront Landing-ის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დადიოდა. საზოგადოებისთვის მხოლოდ McDonald's-ის უსაფრთხოების კამერების კადრების ფოტოები გახდა ხელმისაწვდომი. მაგრამ მაიკლის ბოლო დაფიქსირება 1 საათის შემდეგ მოხდა, როდესაც ის შენიშნეს კომპლექსის უკანა მხარეს მდებარე ავტოსადგომის დატოვებისას, რომელიც მერიმეკის მდინარესთან ახლოსაა. მეორე დღეს მას სამსახურში მორგეობაზე უნდა მისულიყო, მაგრამ ის იქ არასდროს გამოჩენილა. იმ საღამოს შემდეგ მაიკლი აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. ვისი მანქანა დარჩა მეგობრის სახლში Orange Street-ზე, ნაშუაში და დაკარგული კაცი აღარასდროს დაბრუნებულა მის ასაღებად. როდესაც მან შემდეგ დღეებში არც ერთ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, მისმა ოჯახმა იგი დაკარგულად გამოაცხადა. ნაშუას პოლიციის დეპარტამენტში და მალევე დაიწყო გამოძიება. სამართალდამცველებმა ივარაუდეს, რომ მაიკლმა გაუგზავნა შეტყობინებები მისი გაუჩინარების დილით ტექსტის დიქტაციის გამოყენებით და სავარაუდოდ გულისხმობდა Eldridge-ის ქუჩას, რომელიც მდებარეობს იმ კლუბის ახლოს, სადაც ის იმყოფებოდა. მისი მობილური ტელეფონი ბოლოს დაფიქსირდა მობილური კოშკის მახლობლად, რომელიც მდებარეობს McDonald's-ის ახლოს, დაახლოებით 2 საათზე. და მას შემდეგ მისი ტელეფონი, საბანკო ანგარიში და სოციალური ქსელები არ გამოუჩენიათ არანაირი აქტივობა. იმავე დღეს, როდესაც ის გაუჩინარდა, მერიმეკის მდინარის მახლობლად ცხოვრებლებმა, როგორც იუცხებიან, დახმარების ძახილი გაიგეს ნაშუას მხრიდან. გაუნძიებლებმა მდინარესა და მის ნაპირზე საფუძვლიანი ძებნა ჩაატარეს. გამოიყენეს მღვინთავთა ჯგუფები, ნავები და სონარი. მაგრამ მაიკლის კვალი ვერ აღმოაჩინეს, მიუხედავად იმ ტექსტებისა და ზარებისა, რომლებიც ამტკიცებდა, რომ ის საფრთხეში იყო. პოლიციამ ვერ იპოვა არანაირი მტკიცებულება ან მოტივი დანაშაულებრივი ქმედებისთვის. ამ საიდუმლოსთან დაკავშირებული გარემოებები კვლავ გაურკვეველია და გაუჩინარების საქმე ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მაიკლი შელტმიანი და ახაუს პერტვალება მამაკაცია. მისი გაუჩინარების დროს ის იყო ინჩის სიმაღლის და 100 ფუნტი წონით. მას აქვს რამდენიმე ტატუ ხელებზე და მკლავებზე, მათ შორის წარწერა Justice, გველი, ჯვარი ტალღებით, კალათბურთის ბურთი და ASO-M. მას ასევე აქვს ტატუები გუნკერზე. მის გაუჩინარების დროს მაიკლს თმა ჰქონდა დაწნული ან კორნროუზად და ჰქონდა თხის წვერი. ასევე ცნობილია, რომ ზოგჯერ მწვანე კონტაქტურ ლინზებს იკეთებდა. უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში, სადაც მაიკლი ქრება, მას ეცვა შავი მაისური თეთრი ლოგოთი, ჯინსები და წითელი ფეხსაცმელები. მას ასევე ეკეთა 2 ოქროს ჯაჭვის ფელსაბამი, სამაჯური და საათი. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ. Police Department at 603. ნეშულის 603 594 3500. ასევე შექმნილია Facebook გვერდი მისი მოსაძებნად, სახელწოდებით დაეხმარეთ დაკარგული მაიკლს პოვნაში. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინებების ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები.
მაგრამ მე ტოპ 5 უცნობი ვარ და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.